გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბარამიძე, ეს არის აზროვნების სახელოსნო. დღეს ვინ ასე შეკითხვით დავიწყო საუბარი, ესე იგი ფიქრიათ თუ არა იმის შესახებ, რომ როცა საკუთარ თავს ეწინააღმდეგები, ანუ შინაგანი პროტესტის მდგომარეობაში ხარ, ეს ხელს უწყობს თუ პირიქით ხელს უშლის შინაგანი სიმშვიდის მოპოვებას. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით წინასაუბრებიდან, რომ მიზანი, ასე ვთქვათ, არის ის, რომ მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, უკავშირდება წინა ვიდეოსაუბრის თემას, თავისუფლებას, ასე ვთქვათ, თავისუფლების საკითხი. იმიტომ რომ თავისუფლება ხშირად გაგებული არის როგორც თვითნებობა, ასე ვთქვათ, თავისუფლება, ასე ვთქვათ, მაგრამ არის თუ არა ეს ასე, ამის გასააზრებლად, ასე ვთქვათ, არსებობს სივრცე და ეს სივრცე არის ჩვენი შინაგანი სამყარო, სადაც ჩვენ ვესაუბრებით ჩვენი შინაგანი სამყაროს წარმომადგენლებს, ასე ვთქვათ, პოპულაციას, მოსახლეობას და ეს მოსახლეობა წარმოდგენილი არის ძირითადად, რა თქმა უნდა, გამოსახულებების სახით, ფანტომების სახით, აჩრდილების სახით და ასე შემდეგ, ანუ მათ არა აქვთ ფიზიკური არსებობა, აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ასეთი სიფრიფანა, ასე ვთქვათ, სიფრიფანა მდგომარეობაში მყოფნი არიან. ჩვენ შეგვიძლია ისინი, ასე ვთქვათ, გამსჭვალოთ, დავინახოთ ის თუ რა ხდება, თუ კი მათ აქვთ რაღაცა თავისი სივრცე, ასე ვთქვათ, შინაგანი სივრცე, რა ხდება ამ სივრცეში, მათ არა აქვთ, ასე ვთქვათ, დაბრკოლება, ანუ გადაადგილების დაბრკოლება და ამ მხრივ ისინი თავისუფალნი არიან, ანუ გადაადგილების უფლება მათთვის უზრუნველყოფილია, ასე ვთქვათ, და ყველაფერი ეს ჩემში შინაგან სამყაროში თამაშდება ჩემი შინაგანი დამკვირვებლის, შინაგანი თვითმხილველის, შინაგანი მთხრობელის, ასე ვთქვათ, შინაგანი მხატვრის თვალწინ, რომლებიც ამას ყველაფერს ხედავენ და შემდეგ თავისებურად ცდილობენ წარმოადგინონ ის ჩემს წინაშე, ოღონდ მე არა ვარ არც გამოსახულება, იმდენად რამდენადაც მე ახლა ჩემი ფიზიკური სხეულით ვარ წარმოდგენილი თქვენს წინაშე, თქვენს ეკრანზე ხედავთ ჩემს გამოსახულებას, ოღონდ როგორც გამოსახულება, რა თქმა უნდა, მე ჩემს შინაგან სამყაროში შევდივარ, ხო? ასევე ჩემს შინაგან სამყაროში შედის ჩემი სხეულიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხეული ამ შემთხვევაში არის გამოსახულება და მე გეტყვით, რომ შეგახსენებთ, რომ ვთქვი, რომ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი სხეულის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში ყველა ჩემი საუბარი სხეულს ეხებოდა, იმდენად რამდენადაც მე საუბრობდი და ეხლა საუბრობ შინაგანი განცდების შესახებ, ანუ შინაგანი მოვლენების შესახებ, ხო, რომელიც მე განცდაში მეძლევა და განცდა როგორც ასეთი სხეულთან მიმართებით არსებობს, ასე ვთქვათ, მე განვიცდი იმას, რასაც მე
ჩემი სხეულის ჩემი სხეული მაწვდის მისი სხვადასხვა საშუალებებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ალბათ უპირიანი იქნება ვახსენო სხეულის აი ასეთი ტერმინი სხეულის გამოსახულება, ხომ? სხეულის გამოსახულება, რომელიც მე შევადგინე, ჩემი შედგენილია, ჩემი სხეულის შესახებ, ხო? და მე სადაც კი რაიმეს ვაკეთებ, ასე ვთქვათ, და მით უფრო ჩემს შინაგან სამყაროში ეს ყველაფერი ხდება სწორედ ჩემი სხეულის გამოსახულების თანახმად და მის მიხედვით, ხო? იმიტომ რომ აქ არის ასევე არა მარტო განცდა, არამედ იარაღი, ანუ საშუალება, რითაც მე ასე ვთქვათ ურთიერთობაში ვარ ჩემს სხეულთან, არამედ არის აგრეთვე აღქმა და ასე შემდეგ, მაგრამ მე არ მინდა რომ ამ ტერმინებმა შეცდომა შეგვიყვანოს და აქვე მინდა განმარტო, რომ მე არსად ჩემი საუბრების განმავლობაში არ ვლაპარაკობ ფსიქიკური რეალობის შესახებ და არ ვლაპარაკობ ეგრეთ წოდებული შინაგანი ფსიქიკური თუ ფსიქოლოგიური ზოგჯერ ამ ტერმინსაც იყენებენ შინაარსების მიხედვით, იმდენად რამდენადაც ჩემთვის ეს სფერო არ არის, ასე ვთქვათ, ჩემი მიზნებისთვის მნიშვნელოვანი სფერო, იმდენად რამდენადაც ეს ყველაფერი რაც ფსიქიკასთანაა დაკავშირებული, რაც ფსიქოლოგიურ მომენტებთან არის დაკავშირებული არის ზედაპირზე, ასე ვთქვათ, არ არის სიღრმისეული და ამდენად ისინი უბრალოდ ილუზიას ქმნიან იმისას, რომ თითქოს რაღაცას გვასწავლიან, თითქოს რაღაც გამოცდილებას გვაძლევენ, რომელიც შეიძლება გადასცეს სხვას, ასწავლო, ასე ვთქვათ, და სინამდვილეში ეფექტი ამ სწავლებისა ეფექტი ანობა მისი მე არ ვიტყვი შეფასებითი მომენტებიდან თავი შევიკავებ, მაგრამ ჩემთვის ეხლა ამ მიზნებისთვის რაც მე მაქვს დასახული, ის არ არის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი, მაგრამ თავისთავად შეიძლება იზღირებულიც იყოს, მე ამის შესახებ ახლა ვერაფერს ვერ ვიტყვი, ხო? მაგრამ საქმე ის არის, რომ ეხლა უნდა მივუბრუნდეთ ისევ პროტესტს, ხო? პროტესტი ჩვენ ეს გააგება ეს სიტყვა ხშირად გვესმის, ჩემს შინაგან სამყაროშიც უამრავი ვიღაც, ასე ვთქვათ, არის პროტესტის მდგომარეობაში, სხვები არიან ამ პროტესტანტების წინააღმდეგნი, ასე ვთქვათ, და თვითონ არიან ამ მხრივ პროტესტანტო, ანუ ის ვინც ისე იგი პროტესტს აცხადებს, ასე ვთქვათ, ხო? ჩვეულებრივი ამბავია ამ შინაგანი სამყაროსთვის დამახასიათებელი, რომ აქ არის ურთიერთგამომრიცხავი აზრები, შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება უამრავ ვიღაცას უთვალავ ვიღაცას, ასე ვთქვათ, არ ეთანხმება იმდენად რამდენადაც არავის არ დაუთვლია და ვერც მე დავითვლი შინაგანი პოპულაციის ოდენობას, ხო? მე მაქვს განცდა ასეთი, რომ ისინი უთვალავნი არიან და ის აზრები, რომელსაც ისინი გამოხატავენ, არის მათი აზრები, მათი პირადი აზრები, ყოველ შემთხვევაში თითოეულ მათგანს ეს ასე გონია და ასე სჯერა, ხო? ჩემს ანუ მე ვერ ვილაპარაკებ ვერც ემოციების შესახებ, ასე ვთქვათ, მე როცა მაგალითად მაქვს საუბარი ამ პროტესტზე, მე არ მაინტერესებს პროტესტის ის მხარე, რომელიც დაკავშირებული არის რაღაც ემოციურ გამოხატულებასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ემოციები, როგორც გითხარით, არის ზედაპირის
ზედაპირის მდგომარეობას გამოხატავს ჩემი აზრით, ჩემს შინაგან სამყაროში. ასეა, მაშინ როცა პროტესტი უფრო შინაგანი არის და უფრო სიღრმისეულია, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სიღრმისეულია, იმდენად რამდენადაც ის და მე მინდა გითხრათ, რომ შინაგანი პროტესტი არ არის პირველ რიგში არ არის რეაქცია რაღაცაზე, ის არაფერზე რეაქცია არ არის, ის არის უბრალოდ აზრი იმის შესახებ, რომ რაღაც არ ეთანხმება იმ წარმოდგენებს, რომლებიც თითოეულ ამ მოსახლეს პოპულაციის წარმომადგენლის შეიძლება ჰქონდეს. ხო, არ ეთანხმება და ამდენად ისინი არიან პროტესტის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს აზრს, თავისუფალ აზრს, იმდენად რამდენადაც პროტესტი ეს აზრია, თავისუფალი აზრია და ეს არის თქმა უნდა მე ერთ საუბარში თქვი კიდეც და ახლაც გაგახსენებთ, რომ ეს არის დისიდენტური აზრი, რომელიც კონფლიქტს ემყარება ჩვენში არსებულ კონფლიქტებს, კონფლიქტურ სიტუაციებს ემყარება, მაგრამ კონფლიქტი ამ შემთხვევაში არ უნდა აურიოთ რაღაცა განხეთქილებაში, რაღაც ემოციურ მუხტში და ასე შემდეგ. არა, აქ იგულისხმება კონტაქტი, რომელიც ჩემს შინაგან სამყაროში მყარდება ხილულსა და უხილავ შორის საზღვარზე, ანუ საზღვრითი სიტუაციის გამოხატულება. პროტესტიც არის სწორედ აი ამ საზღვრითი სიტუაციის გამოხატულება. ხო, პროტესტი სხვა არის ის, რომ პროტესტი არის ასევე აზრის გამოხატვა, ანუ გამოხატვის პროცესი, კიდევ სხვა რაღაცა არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს პროტესტი, რომელიც არის სწორედაც რომ ხილულსა და უხილავ შორის რაღაც საზღვარზე, ზღურბლზე და რომლის მიზანი არის დაიცვას ის, რაც ჩემს შინაგან სამყაროში არის მთავარი, ასე ვთქვათ, მთავარი მამოძრავებელი, მთავარი სივრცე, სადაც მე მგონია, რომ ყალიბდება თავისუფალი აზრები, არა ზოგადად საზოგადოდ თავისუფალი აზრი, არამედ აზრი ყალიბდება და იქნება აზრი, ჩნდება აზრი მის შესახებ, რომ რაღაცა არის სამართლიანი, რაღაცა არის უსამართლო. აი ეს კიდევ ორი წყვილადი მოცემულობა, ასე ვთქვათ, ჩემს შინაგან სამყაროში, რაც მე მოვიძიე ჩემი დამხმარეების საშუალებით, არის სწორედ დაკავშირებული სამართლიანობასა და უსამართლობას შორის მიმართებაზე, მათ შორის ურთიერთობაზე და პროტესტი ჩნდება მაშინ, როცა მოცემული მდგომარეობა განიცდება როგორც უსამართლობა. ანუ პროტესტი ყოველთვის დამახასიათებელი არის დაკვირვება, ანუ და ემყარება დაკვირვებას. ის არ არის, ასე ვთქვათ, შეფასება, არამედ არის დაკვირვება, მე შინაგან პროტესტზე მაქვს
საუბარი, ის არის დაკვირვება ამ მდგომარეობაზე, რომელიც არის ჩემს შინაგან სამყაროში მოცემული და რომელიც მეუბნებიან, ჩემი ეს დამხმარეები მეუბნებიან, რომ ეს შენი შინაგანი სამყარო ემყარება ძალიან ფუნდამენტურ, ასე ვთქვათ, რაღაცა მოცემულობას, მდგომარეობას, რომელიც შენში არის და ეს არის სწორედ ის, რასაც ღირსება მე განვიცდი როგორც ჩემს ღირსებას. აი როცა სწორედაც რომ როცა ღირსებას ემუქრება საფრთხე, ასე ვთქვათ, ჩემს ღირსებას როცა ემუქრება საფრთხე, მაშინ სწორედ ამ საზღვრით ანუ ზღურბლოვან სივრცეში ანუ თავისუფალი აზრი განიცდის ტრანსფორმაციას და ის გარდაიქმნება პროტესტის საპროტესტო აზრად, ანუ შინაგან ამბოხად. ანუ და იმ მომენტიდან უკვე ის ვინც ამ მდგომარეობაში არის, ჩემ შინაგან სამყაროში, არის მეამბოხე ადამიანი. ხო, მეამბოხე, ოღონდ აქვე მინდა ვთქვა, რომ აი ესენი მეუბნებიან ჩემი დამხმარეები, ხო, მეუბნებიან, რომ ახლა ეს არ უნდა აგვერიოს ჩვენ რევოლუციონერში, ხო? რევოლუციონერი კიდე სხვა არის, რევოლუცია შეიძლება ბევრისთვის სამართლიანად არის დაკავშირებული გრევასთან, ხო? გრევასთან, მაგრამ რაც ეხება ეხლა პროტესტი არ არის გრევა. პროტესტი არის იმის რაღაც სიტუაციაზე, რაღაც მდგომარეობაზე, რომელიც ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენს, არას თქმა, არა. ანუ ერთ მშვენიერ დღეს, ერთ წამში იცლება ჩემი მდგომარეობა, ანუ ტრანსფორმირდება, გარდაიქმნება ის არად, აი არა სადაც ჩნდება, არა. კი, დღემდე, კი ბატონო, დღემდე ასე იყო, მე ჩემთვის ეს მისაღები იყო ეს მდგომარეობა, ან და შეიძლება მე არ ფიქრობდი ამ მდგომარეობაზე, ისი მისაღებობა არ მისაღებობის აზრით, მაგრამ ამიერიდან ეს ასე არ იქნება. იმიტომ რომ ეს უკვე მოექცა ჩემი შინაგანი დამკვირვებლის თვალსაჩინში მთლიანად ჰორიზონტზე და მთელი ჰორიზონტი მოიცვა ამ მდგომარეობამ, რომ აქამდე ასე იყო, მაგრამ ამიერიდან ასე არ არის. აი ეს არის ძალიან ასე ვთქვათ, გამარტივებულად რო ვთქვათ, აი ეს არის პროტესტის ანუ როგორაც განიცდება პროტესტი შინაგან გამოცდილებაში, ხო? მე მხოლოდ და მხოლოდ საუბრობ ჩემი შინაგანი გამოცდილების შესახებ, ხო? და ეხლა რაც ეხება ეს შინაგანად კავშირშია, რა თქმა უნდა, თავისუფლებასთან, მე მოგახსენეთ, რომ პროტესტი თავისუფალი აზრის და თავისუფლების ტრანსფორმაციის, მისი გარდაქმნის, თუ მისი ქმნის, ხელახლა ქმნის, მისი ხელახლა შობის, ხელახლა დაბადების, ასე ვთქვათ, დაბადების მდგომარეობას გამოხატავს, ხო? პროტესტი, ანუ საპროტესტო აზრი, მეამბოხე აზრი და ამბოხი, ეს არის თავისუფლების მეორე მხარე, ასე ვთქვათ, შეიძლება ასეც ითქვას, უხილავი მხარე, რომელსაც ყოველთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს საშუალება რომ დავინახოთ, თუ მან არ ინება და არ დაგვანახა თავისი თავი, ხო? თავისი თავი, იმდენად რამდენადაც ჩვენ ჭირდება ის მისი დანახვა და მასაც ჭირდებით ჩვენ, რომ აი სწორედ აქ მიესწეს გასაქანი მის შინაგან სწრაფვას, იმდენად რამდენადაც ისიც აზრია და ისიც მიისწრაფის იქეთკენ, რომ განხორციელდეს, ხო? მაგრამ რომ განხორციელდეს, მას ჭირდები მე, ჭირდება ჩემი შინაგანი სამყარო, ხო? და როგორც ესე იგი ჰორიზონტი, რომელზეც მას შეუძლია დაიკმაყოფილოს
ანუ თავისი ეს სწრაფვა და იმყოფილოს თავისი ეს სწრაფვა და ამით ასე ვთქვათ ბიძგი მისცეს შინაგან განახლებას ბიძგი მისცეს შინაგან განახლებას და არ მისცეს შინაგან სამყაროს დამყარების და დაჭაობების საშუალება ასე ვთქვათ ხო ამიტომ პროტესტი განიცდება როგორც ბუნებრივი მდგომარეობა ასე ვთქვათ და სულაც არ არის რაღაც ისეთი მოვლენა რომელიც უცებ დაგეჯახება და უცებ დაეჯახება მყისიერად ამოატრიალებს რაღაც სიტუაციას ასეთი რამ არ არის რა თქმა უნდა პროტესტი არ არის რევოლუცია ასე ვთქვათ და მე ამასთან დაკავშირებით უფრო შეიძლება უფრო კარგად გამოჩნდეს აი ეს რის შესახებაც მე ახლა მაქვს საუბარი თუ გავიხსენებთ წინა ვიდეო საუბარში ვთქვი რომ ვახსენე უბრალოდ მოხსენებითი ბარათი მეცნიერებათა აკადემიას რომელსაც წერს მაიმუნი რომელიც აფასებს ადამიანის მდგომარეობას როგორც შეგუებას ანუ ადამიანები თქვენ მაიმუნი წერს ხომ რომ თქვენ ეგუებით გისოსებს ჩემგან განსხვავებით ეგუებით და ადამიანური თავისუფლება სხვა არაფერი არ არის და ადამიანური ყოფნა სხვა არაფერი არ არის თუ არა შეგუება ხო მაგრამ სწორედ აი ამ ასე ვთქვათ აი ამ განაცხადის საპირისპიროა ის რის შესახებაც მოგახსენებდით პროტესტთან დაკავშირებით პროტესტი ეს არის ამბოხი სწორედ გისოსების წინააღმდეგ და არის სწორედ იმის სწრაფვა შინაგანი სამყაროში რომ აი ასეთი შინაგანი ბარიერები და უშუალოდ რომელიც შეიძლება აკავებდეს და ახშობდეს ამ პროტესტს იყოს მოხსნილი ეს ბარიერები იმდენად რამდენადაც პროტესტის ჩაყოლა საკუთარ თავში ბევრად უფრო დიდ რისკთანაა დაკავშირებული ვიდრე მისთვის მოხდომის მინედება მოხდეს პროტესტი უნდა მოხდეს იმიტომ რომ ის ბუნებრივი მდგომარეობაა მასში არაფერი არაბუნებრივი არ არის ხო და ამდენად ეს შინაგანი ამბოხი არის სწორედ დამახასიათებელი პროტესტისთვის ეხლა რაც ეხება როგორ ხდება ამ ასე ვთქვათ ამ პროტესტის დაკვირვება ხო მე არ მაქვს საუბარი მის გაკონტროლებაზე იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით მე ყოველ შემთხვევაში ასე მგონია რომ ჩვენ შევთანხმდით იმის თაობაზე რომ გაკონტროლება არაფრის არ ხდება საერთოდ არ უნდა იყოს მიზანი შინაგან სამყაროში რაღაცის გაკონტროლება პირიქით ის უნდა იყოს ანუ ყველაფერი რაც არის ამ შინაგან სამყაროში უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს დაკვირვების საგანი და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში პროტესტის ასე ვთქვათ პროტესტის მიმართ პროტესტთან დაკავშირებით ჩვენ შევძლებს სხვადასხვა კონტურების გარჩევას თუ მისი ტრანსფორმაცია რა საითკენ მიდის და რისი მოტანა შეუძლია მას ჩვენთვის და ამ მიმართულებით ჩვენ ვიჩენთ სიფხიზლეს რა თქმა უნდა
სიფხიზლეს შინაგან სამყაროში ვიჩვენოთ სიფხიზლეს რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს ჩვენი შინაგანი სიფხიზლე და ხელი შეუწყოთ საკუთარ თავს გამოღვიძებაში რომ ჩვენ გამოვიღვიძოთ იმდენად რამდენადაც პროტესტის ასე ვთქვათ მე არ ვიტყვი რომ რაღაცა მიზანი კი არა და პროტესტის მდგომარეობა სწორედ გვიბიძგებს ჩვენ იქეთკენ რომ მოხდეს ჩვენში ჩვენი ცნობიერების გამოღვიძება როგორც მისი ტრანსფორმაციის ასე ვთქვათ მისი რეფორმის მისი გარდაქმნის საფუძველი